მოგესალმებით 17 აგვისტოა დღეს და ორშაბათი დღე, რაც ნიშნავს იმას, რომ მე თქვენი კვირის არკანის ენერგია უნდა გავაცნოთ. და ჩვენ ახლა ჩამოუვლით, მოდი ასე ვთქვათ, ყველა სფეროს და ჩვენთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია და გავიგებთ ერთი კვირის პროგნოზი. აქვე ვისაც დახურულ ჯგუფში, ფასიან დახურულ ჯგუფში გაწევრიანება გსურთ, გამოგზავნილი გაქვთ შეტყობინება, გთხოვთ რომ დაელოდოთ ჯგუფის მთავარ ადმინს, ვინც ასე იგი ასრულებს თითოეულ ადამიანთან გასაუბრებას. როდესაც თქვენი ორმხრივი გასაუბრება შედგება მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ დახურული ჯგუფის წევრი იყოთ. კიდევ ერთი მომენტი არის, რომ თუ კი ვთქვათ, ბევრჯერ გამოაგზავნეთ დამატება და ვერ მოხდა თქვენი შეკავშირება გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ ამავე გვერდის სახლს, სადაც უყურებთ საჩარო ქარშლებს, ვიდეოებს და ასე შემდეგ, ამ გვერდიდან მიწეროთ პირდაპირ გვერდის ადმინს, ჩემი ამავე გვერდის ადმინს და უთხრეთ, რომ გამოგზავნილი გაქვთ მოთხოვნა, მაგრამ გარკვეული მიზეზებით ვერ ხდება დაკავშირება. ეს იმ შემთხვევაში თუ დიდი ხანია ელოდებით უკუპასუხს, ხო? მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ თითოეულ პროფილთან კონტაქტს და გასაუბრებას, პროფილის ავთენტურობის შემოწმებას და ასე შემდეგ თავისი დრო სჭირდება, ასე რომ უკვე 1100-ზე მეტი ადამიანი ვართ დახურულ ჯგუფში. მე განცხადებაც გავაკეთე, რომ მთელი ჩემი ეზოთერიული პროცესები, შემეცნებითი პროცესები, სწავლებები, ყველაფერი აბსოლუტურად გადმოტანილი მაქვს დახურულ ჯგუფში. ამ გვერდზე არაფერი არ გაზიარდება მსგავსი, მხოლოდ კვირის არკანის ენერგიების სხვადასხვა პროგნოზები და თქვათ ადამიანები, რომლებსაც პროგნოზების იქით უნდათ მუშაობა და პროგნოზებზე მეტის მიღება უნდათ და რეალური ცვლილებების დაწყება სურთ საკუთარ ცხოვრებაში, რეალური შეხება სურთ მაგიურ სამყაროსთან, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დახურულ ჯგუფში მზის კარი. ახლა კი კვირის არკანის ენერგია. კვირის არკანის ენერგია. შევაფასოთ ჩვენი ერთი კვირის პროგნოზი. 17 აგვისტო. რა იქნება ერთი კვირის მთავარი ენერგია, რომელ არკანში ვიქნებით ამ ერთი კვირის განმავლობაში? როგორი იქნება თქვენი ფინანსები? როგორი იქნება ჯანმრთელობა ამ ერთი კვირის განმავლობაში? როგორი იქნება პარტნიორული ურთიერთობა ამ ერთი კვირის განმავლობაში? და გაფრთხილება, რას უნდა გავუფრთხილდეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში. კეთილი. მოვლენების კვერთხები გვაქვს დასგის ბოლოს, რაც ნიშნავს იმას, რომ მოვლენები საკმაოდ სწრაფად, მოულოდნელად შესაძლებელია და ძალიან დინამიურად განვითარდება ამ ერთი კვირის განმავლობაში და პირველი მოდით ვნახოთ კვირის მთავარი ენერგია. კვირის მთავარი ენერგია ეს იქნება შვიდიანების თასები. შვიდიანების თასები კი ნიშნავს იმას, რომ თქვენ მოდი ასე ვთქვათ, ამ ერთი კვირის განმავლობაში გექნებათ იმის საშუალება, რომ ზოგადად პირობში გადახედოთ თქვენს ცხოვრებას, გადახედოთ თქვენს რეალობას. სად მიდის თქვენი ემოციები ენერგიის სახით. გადაალოგოთ თქვენი, ვთქვათ, პრიორიტეტების ძალიან მნიშვნელოვანია და ეს პრიორიტეტები მაინც ემოციურ საყრდენს ეხება, ხო? ამ ერთი კვირის განმავლობაში საჭიროა, რომ ძალიან კარგად დააკვირდეთ, რა გჭირდებათ საერთოდ და რა არ გჭირდებათ, ემოციურად რა გღლით და რა გავსებთ, ხო? ნახეთ, შეიძლება რაღაცემა ემოციურად დაგვალოს, მაგრამ პასუხი გაგვცეს, ხო? შეიძლება რაღაცამ ჩვენგან ემოცია აიღოს, მაგრამ რაღაც ფორმით დაგვიბრუნოს, ხო? მაგრამ თუ კი ამ ერთი კვირის განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ გარკვეული საკითხები ემოციურად მხოლოდ გჭამთ და არაფერს არ გიბრუნებთ უკან, მოვიდეთ რომ გადახედოთ ამ ურთიერთობებს, გადახედოთ ამ კონტაქტებს, გადახედოთ ამ სიტუაციებს, ხომ? იმიტომ რომ
საბოლოო ჯამში თუ კი ადამიანი ვერ ახდენს საკუთარი ენერგიის აღდგენას, მერე იწყება სხვადასხვა პრობლემები ჯანმრთელობაზე, ფსიქიკაზე, ზიანდება ჩვენი შინაგანი ორგანოები, ზიანდება ბევრი რაღაცები მერე ჩვენს ირგვლივ, ხომ? იმიტომ რომ ვფიქრობთ, რომ სულ ვიქნებით. ხო, ვფიქრობთ, რომ არასოდეს არაფერი არ მოხდება, მაგრამ ძალიან დიდი სიბრიყვეა, რომ არ გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას, ფსიქიკურ ჯანმრთელობას და არ გავუფრთხილდეთ იმ ნაჩუქარ ცხოვრებას, რომელიც ამყარომ გვაჩუქა, ხო? და მოვექცეთ მას უდიერად. ასე რომ თუ კი ჩვენ მოვექცევით უდიერად ჩვენს ცხოვრებას, მერე არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სხვამ შეიძლება უარესი გააკეთოს. ასე რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ გეუბნებიან, რომ შეიძლება ადამიანები მოვიდნენ თქვენს რეალობაში მხოლოდ გამორჩენის მიზნით და გთხოვთ მოახდინეთ ამის გამორკვევა. ვინ მოდის თქვენს რეალობაში, რომელიც მხოლოდ გამორჩენაზეა, მიღებაზე და არაფერს არ გიბრუნებთ უკან და ვინ გიბრუნებთ ხო უკან, ანუ ადეკვატურად გიცვლით ენერგიებს. რას გთავაზობენ ადამიანები, იყავით ასევე ძალიან ყურადღებით, ხომ? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მიიღოთ ნაჩქარები გადაწყვეტილება, იმიტომ რომ შესაძლებელია ეს იყოს ძალიან არა მხოლოდ ნაჩქარები, არამედ ილუზორული, ტყუილი, არასწორი, ხომ? არაფერზე არ გააკეთოთ სწრაფი გადაწყვეტილება, არ მოახდინოთ, ხო? კარგად დააკვირდით, თუ გაქვთ ამის საშუალება, ამ ერთი კვირის განმავლობაში და მერე მიიღეთ გადაწყვეტილება, ხო? იმიტომ რომ შეიძლება ბევრი ხმაური იყოს, ბევრი ფაციფუცი იყოს, ბევრი ინფორმაცია იყოს, მაგრამ აქედან არაფერი სასარგებლო, ხო? ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვათ, გაფილტროთ ინფორმაცია თქვენს რეალობაში საერთოდ რა გჭირდებათ, რა არ გჭირდებათ, ხომ? იმიტომ რომ ინფორმაციული პარაზიტობა ეს კიდევ ცალკე პარაზიტობაა, ხომ? როდესაც რაღაცა ინფორმაციას ვისმენთ და მერე ეს ინფორმაცია ჩვენს წინააღმდეგვე მუშაობს, ხო? და ჩვენს ნერვების მოსაშლელად ასე იწყებს, მოდი ასე ვთქვათ, ჩვენი ნერვული სისტემის განადგურებას, ხო? ამიტომ აი ამ მნიშვნელოვან მომენტს გავუფრთხილდით ამ ერთი კვირის განმავლობაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა კი ვნახოთ ფინანსები ამ ერთი კვირის განმავლობაში არის არკანი მთვარე. არკანი მთვარე ნიშნავს იმას, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში, აი ნახეთ, არკანი მთვარე, არკანი შვიდიანობის თასები, ხო? ძალიან 100-ჯერ გავზომოთ და ერთხელ გავჭრათ. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ორივე არკანი აჩვენებს გარკვეულ შესაძლოა გაუგებრობას, ტყუილს, გარკვეულ სიტუაციას, რომლის ფორმაც და რომლის რეალობაც ბოლომდე არ იცით და შესაბამისად შეიძლება აი ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ვთქვათ, ვიღაცამ რაღაც არ გითხრათ, რომ აი მოდი აი თანხა აქ ჩადე და აი აქ რაღაცნაირად მოახდინე ამის ინვესტირება ან რაღაცნაირად მოდი ეს აქ გადაიხადე, აი ვიღაცამ არ უნდა განსაზღვროს თქვენი ფინანსები და ასევე მათ შორის თქვენც უნდა იყოთ ძალიან ყურადღებით, სად მიდის თქვენი ფინანსები, იმიტომ რომ არის რაღაცა არასტაბილურობა ამ ერთი კვირის განმავლობაში. არის გარკვეული კითხვის ნიშნები. არის გარკვეული გაუგებრობები, ხო, რომელიც არ გაძლევთ და არ მოგცემთ იმის საშუალებას, რა თქმა უნდა, თუ გონივრულად დააკვირდებით პროცესებს, რომ რაღაცებში მიიღოთ სწრაფი გადაწყვეტილება. ასე ვაგრძელებთ. გაცრავად. ხო, ამ მთვარეზე ვიყავით გაჩერებული ფინანსურ ასპექტში, ხო? ამიტომ სიტუაცია არ იქნება სტაბილური ფინანსებთან დაკავშირებით. ვიმეორებ, არსებობს ეს შვიდიანობის თასებიც ბიდასტურებს იმას, რომ არსებობს გარკვეული საშიშრობა, რომ თქვათ, ვინმე შარლატანებს, მატყუარებს, თაღლითებს არ შეხვდეთ, ხო, თქვენს ფინანსურ გზაზე, ხო? ამიტომ ხო, ასევე არასტაბილური იქნება თვითონ ფინანსები, ანუ შემოსავალს გულისხმობ, ხო? აი ძირითადად, როდესაც არკან მთვარეს უყურებ ხოლმე, შემიძლია იმ ადამიანებს ვიმსჯელოს, ეს თავისი საქმე აქვს, ხო? ხან კარგად არის შემოსავალი, ხან საერთოდ არ არის, ხო? მიხვდით, ხო? აი ფინანსური ენერგია, რომელიც რაღაცნაირად თამაშობს და არ არის სტაბილური, ხო? ფულის ფინანსების ნაწილში კიდე სად რა სიხდით ამას დააკვირდით, ხო? ანუ არ იქნება ეს ერთი კვირა იმისთვის კარგი, რომ თქვათ რაღაცები ანიაბოთ, ხო? იყოთ ძალიან მეტად ხელგაშლილი, ესეც არ იქნება სწორი, იმიტომ რომ არსებობს გარკვეული საფრთხეები ფინანსებთან დაკავშირებით, იგივე ფინანსური კრიზისი არ მინდა მთლად ასე ვთქვათ, თუმცა გარკვეული ადამიანებისთვის შეიძლება აი თვითონ საკითხი ფინანსებთან დაკავშირებით არ იყოს გარკვეული, ხო? არ იყოს გარკვეული
საეჭვო რაღაცა ხელმოწერა, მოკლედ, აი ძალიან ფრთხილად იყავით, ხო? ძალიან ფრთხილად იყავით ფინანსებთან დაკავშირებით. კიდევ, ახლა შემდეგი გვაქვს ჩვენ ჯანმრთელობა. მოდი ჯანმრთელობაში ვაფასოთ. ნახე, ჯანმრთელობაში გვაქვს სამიანების ხმლები. ასე იგი, როგორი წვიმიანი დღეებიც გვაქვს, არკანებიც რაღაცა ესეთი სევდიანი და ესეთი რაღაცა უცნაური პროგნოზი გვაქვს ამ ერთი კვირის განმავლობაში, ხო, რაღაც გაუგებარი, ღრუბლიანი და ასე შემდეგ. სამიანების ხმლები ჯანმრთელობაზე ხა ვერ ვიტყვი, რამდენი ჯარნო მატერიალურ, რამდენი ჯარნო გამშვიდეთ, არ არის კარგი არკანი, რა თქმა უნდა, ხო? პირველ რიგში თუ კი რაიმე გულის დაავადებები, გულთან დაკავშირებული პრობლემები, ასე გადადეთ გვერდზე, გადადეთ, აღარ არის დრო გადადების, ტარო ყვირის, რომ შეამოწმეთ საკუთარი ჯანმრთელობა, განსაკუთრებით სისხლძარღვთა სისტემა, გული, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, ვენები, აი ეს ძალიან დიდი გაფრთხილება, ხო, ასევე სამიანების ხმლები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ნიშნავს, გულის პრობლემები შეიძლება იყოს, ხო, როგორც პირდაპირ ასევე გადატანითი მნიშვნელობით, ანუ ნევროზული ფონი, ხო, როდესაც არის ფრიალები, არის უჰაერობა, არის დაზაბულობა, რაღაცა ისეთი ამბავი გაიგეთ, ხო? არა სასიამოვნო და თქვათ, აი ჭვალას ესაც ეძახიან, ხო? ნევროზულ ჭვალებს ესაც ეძახიან და გამოვლენას, ხო? ნევროზული ფონის, ესეც აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ მთლიანობაში ჯანმრთელობა გაფრთხილებთ, რომ მაქსიმალურად ეცადეთ, რომ დაიცვათ საკუთარი ემოციები, გული დაიცვათ და არა მხოლოდ დაიცვათ, არამედ მიაქციოთ ყურადღება. თუ კი საჭირო არის, თქვათ, რაღაცა მედიკამენტოზურად დაეხმაროთ, დამამშვიდებლები დაეხმაროთ და გააკეთოთ ჩეკაპი შეიმოწმოთ, ამცობად გააკეთეთ ეს, იმიტომ რომ ჯანმრთელობის მხრივ სახარბიელო არკანი ნამდვილად არ არის, ხო? შემდეგი არკანი არის პარტნიორული ურთიერთობა. პარტნიორულ ურთიერთობებზე პირდაპირ არკანი შეყვარებულები ამოვიდა. სხვათა შორის, ცუდი არკანი ნამდვილად არ არის, ვისაც ყავთ პარტნიორი, გეტყვით, რომ რაღაც ესეთი პერიოდია, როდესაც იგრძნობა მხარდაჭერა, იგრძნობა შეერთება, იგრძნობა თანადგომა, ხო? ვისაც არ ყავთ, თქვათ, პარტნიორი, ეს აბსოლუტურად შესაძლებელია ნიშნავდეს იმას, რომ რაღაცა დადგება, ხო, ესეთი საკითხი თქვენთვის ამ ერთი კვირის განმავლობაში, ვინც გეგმავთან ძიების პროცესში ხართ, ხო? კონკრეტულ ადამიანთან მიმართებაში არჩევანი შეიძლება იყოს, ხო, იმიტომ რომ არკანი შეყვარებულები ეს ასევე არჩევანს ნიშნავს. ვისაც არ ყავთ პარტნიორი, შემიძლია გითხრათ, რომ ანუ ყოველ შემთხვევაში ადამიანისგან, ან ადამიანებისგან თანადგომა აუცილებლად იქნება ეს თანადგომა, იმიტომ რომ სიყვარული არ ნიშნავს მარტო მაისამეთ პარტნიორულ ურთიერთობებს, ხო? იგრძნობა თანადგომა იმ ადამიანისგან, ან ადამიანებისგან, რომლებიც თქვენთვის ძვირფასნი არიან და შესაბამისად ძალიან კარგი არკანი არის პარტნიორულ ურთიერთობებში პირდაპირ შეყვარებულები ამოვიდა. ეს ხოთში შეიძლება ნიშნავდეს პარტნიორული ურთიერთობების გარკვეულ ახალ ეტაპზე გადაყვანას. ხო, მოდით გაფრთხილება ვნახოთ რა არის, ხო, პენტაკლების ტუზი. პენტაკლების ტუზი ძალიან საინტერესო არკანი, იმიტომ რომ მიუხედავად აი ამ ჯანმრთელობის ვთქვათ ეს რაღაცა მდგომარეობა რაც მე ხა აქ აღწერე ხო მაინც და მაინც სასიამოვნო არ არის გასაგებია რომ ფინანსებში შეიძლება იყოს ხანცხელა ხანცევა ხო იგივე მთავარი კვირის არკანი გვაფრთხილებს რომ არ ვიჩქაროთ და ვიყოთ მაქსიმალურად დაკვირვებულნი და ბევრ ხმაურში არ უნდა დავკარგოთ ჩვენი პენტაკლების ტუზი ხო ჩვენი პენტაკლების ტუზი ანუ შანსები იმისა რომ აი ამ ხმაურიდან აი ამ ქაოსიდან და აი ამ შიშებიდან აი ამ არასტაბილურობის შეგრძნებიდან ვიპოვოთ გამოსავალი აი კვერთხების პაჟი ყავს აქ ავინთოთ მოტივაციით ავენთოთ ახალი შესაძლებლობების და მიღწევების და ვთქვათ აღმოჩენების სურვილით და გავეშუროთ ჩვენი პენტაკლების ტუზისკენ ანუ ჩვენი მატერიალური საჩუქრებისკენ ჩვენი შანსებისკენ ხო იმიტომ რომ პენტაკლი ეს არის აღნიშნული ამ შემთხვევაში გაფრთხილება არის სამყარო გაძლევს შენ იმის შანსებს რომ შენ ეს გამოიყენო მაგრამ რამდენად დაინახავ ეს მეორეა ხო ამიტომ გაფრთხილება ესეთია ითამაშეთ ლატარია ხო რა ვიცი ვისაც გიყვართ მსგავსი მსგავს ამბავში ბედის გამოცდა როგორც იტყვიან ხო თქვენი განწყობებიდან გამომდინარე ესე იგი არ თქვათ უარი თქვენთვის ახალ შემეცნებით საინტერესო პროექტებზე შემოთავაზებები იქ სადაც ვთქვათ ნაკლები რისკები ზემოთ აღნიშნეთ ხო აი განსაკუთრებით იქ სადაც ხელმოწერებია და სადაც ესეთი
მოდი ფული ჩადე, ანუ ამაზე არ მაქვს საუბარი. იქ სადაც ვთქვათ, თქვენი შემეცნების პროცესში, თქვენი მოძრაობის პროცესში, თქვენ იღებთ ახალ პენტაკლების ტუზებს, ხო, ანუ იღებთ ახალ შანსებს, ანუ უსაფრთხოდ, იმიტომ რომ შვიდიანების თასები არ ნიშნავს ყოველთვის იმას, რომ რაღაცა ძალიან ცუდი, ილუზორული და ყველაფერი ტყუილია, არა. ამ შვიდიანებში შეიძლება 2 იყოს პენტაკლების ტუზი და დანარჩენი ვთქვათ, მაინც ესე იგი, ხო, როგორც იღბლის ბორბალი რომ არის, ხო, თამაში, ეგრეთ წოდებული პოლიჩუძესი, ხო, ანუ აი ეს მომენტია. უნდა ატრიალოთ, ხო, ხო, ვიღაცა არასწორად გამოიცნობს ასოს, ვიღაცა სწორად გამოიცნობს და მოიგებს სიურპრიზს, ხო? აი ეს ამბავია, თქვენი ეს ერთი კვირა იქნება ზუსტად აი ეს ეგრეთ წოდებული პოლიჩუძესი, ანუ იღბლიანი ბორბალი, ხო, ქართულადაც ჰქონდა ეს გადაცემა. მოკლედ, აი ესეთი ერთი კვირის საინტერესო ენერგიები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც გაფრთხილებებიც ინტენსიურია ფინანსებზე და კვირის თავარ ენერგიაზე, მაინც არის ეს მომენტი, რომ არ გაუშვა შენი ფინანსური შანსები. ამიტომ განთავისუფლეთ და გამოანთავისუფლეთ უბრალოდ თქვენი ნაჩქარები, გადაწყვეტილებები და ვთქვათ რაღაც მხრივ აჟიტირება, ილუზიები გამოანთავისუფლეთ რეალობისგან და ისე იმოძრავეთ, ხო? შიშმა არ შეგიპყროთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს კვირის ენერგია და არა წლიური, ხო? რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს ასეა და ხვალ აუცილებლად ეს სიტუაცია შეიძლება დიდი ალბათობით თქვენს ასიკეთოთ. მე კიდე აგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით.